ალბათ ერთ-ერთი პირველი იდეა რაც გამიშთა იგი იყო რომ მეთქი ეს იმდენად რეალისტურია, მოდი ახლა ვეფხისტყაოსი ამცადოთ თქო. მეთქი რა მოხდებოდა თქო რომ ახლა ჰოლივუდში რომ ეს ფილმი გადაიღო თქო. და დავიწყე ქერექტერებზე ფიქრი რომ აი რომელ მსახიობი რომელს ერგებოდა. ნახატი მივეცი, ჩანახატი ვეფხისტყაოსის ერთ-ერთი ქართველი მხატვრის. პირველი ერთ-ერთი კადრი რაც გავაკეთე ეგ იყო. ვეფხისტყაო რომ დაპირისპირება აქვს. აი შოკირებული ვიყავ, იმდენად რეალისტური იყო. როგორ ვაკეთებ ეს პროცესი, აი ჯერ ChatGPT-ს ვეუბნები. ჰოლივუდის დონის, აი ამ ფილმის კამერა, ეს ლინზა, აი ეს IMAX-ი. ამ პრომპტს აძლევ და всё რა, ანუ მე თვითონ აცოცხლებს რა. კრიტიკა რაც მოვისმინე, მე რომ დავით აღმაშენებლის მეორე ტრეილერი გავაკეთე, რომელიც ასევე კონსტანტინ გამსახურდიას ეს ნაწარმოები არაჩვეულებრივი აი ბიჭდები. დავითის ხანა ყველა ნებისმიერ ქართველმა რომ ერთ-ერთი ყველა საინტერესო პერიოდი იყო და აი მად უკვე ქართული მუსიკები გამოვიყენე. მაგრამ ერთი ეგ იყო კიდე რომ ეს ჰოლივუდის სახეობები აღარ ჩავსი რა, უკვე AI-ს ვთხარ რომ მოდი მოვიფიქროთ რა ქერექტერი შევქმნით. თან მაინტერესებდა აი რამდენად შეიძლება და ძალიან მაგრა გამოვიდა რომ ერთხელ ქერექტერი შექმნა იმ სახეს ინარჩუნა და იდეალურად. ყველას შევნები ხოლმე რომ პრომპტ ინჟინერიის სწავლა არის დღეს ნომერი პირველი სკილი რომელიც შეიძლება ისწავლო. როგორ ელაპარაკები AI-ს ეგ განსაზღვრავს საბოლოო შედეგზე. ხელოვნური ინტელექტი მიზანი რატომაც შეიქმნა ის არის რომ ეს არის დამხმარე ხელსაწყო ასისტენტი რომელიც აჩქარებს პროცესებს და გეხმარება რაღაც იდეა რაც გქონდა ადრე და მაგას თვეები ჭირდებოდა დამუშავებას. ეხლა დღეებში გადადის. ჩემს უკვე ტრადიციული მარკეტინგი ნელა ტრანსფორმირდება ციფრულ მარკეტინგში და ეს პროცესი ყოველ წელს უფრო ისე იქნება რომ ტრადიციული მარკეტერი როლი შეიძლება გაქრეს კიდეც. ადრე თუ 5 კაცი ჭირდებოდა ამ საქმეს ახლა ერთ კაცზე დავიდა და ერთ კაცს შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს. მეც რო პირველად მქონდა შეხება AI ხელსაწყოებთან არ ვიყავი კმაყოფილი რა, ანუ იმ შედეგით რასაც აგენერებდა და მივხვდი ჩემ მიერ დაშვებულ შეცდომებს. და შეცდომაზე ვსწავლობდი. საიდუმლო იმაშია რომ მე ვიცი AI-ს როგორ დაველაპარაკო, მითითებები რა მივცე, ეტაპები ჯერ რა უნდა გაიაროს და მე როგორ დაწეროს. ციფრულ მარკეტინგში რა მუშაობს? ცდა, ანუ ისევე იმას მიუბრუნდი. ცდა რომ აი რაც უფრო მეტ ვერსიას ცდი, რაც უფრო მეტ ვერსიას გააკეთებ, უფრო მეტი შანსი გაქვს განსაკუთრებით ამ AI ტექნოლოგიურ რევოლუციაში ცადეთ ყველაფერი რა, ანუ რაც კი შესაძლებელია. სურო კრიტიკა მიიღო, იმ კრიტიკას ისწავლი, შენ სწორად გარდაქმნი და მე შემდეგ ჯერზე ბევრად უკეთეს პროდუქტს ადებ ან ვიდეოს ან რავი რაც იქნება რა.